ყველაფერი კარგად იქნება. Все будет хорошо. იმიტომ რომ უფალი მეფობს. Потому что Господь живой, Он царствует. იონეს 4-ის მეოთხე თავის მეათე მუხში წერია. Иоанна 4 глава 10 стих გასწორ написано. იესო რო დედაკაცს შეხვდა. Вы помните, Иисус встретил женщину იაკობის ჭასთან. у колодца. იქ დიდი საუბრები მიდის. И там большие беседы были. და ერთ-ერთი ასეთი იესოს პასუხი ასეთი იყო, შენ რო იცოდე, ვინ გელაპარაკება და რისი მოცემა შემიძლია მე. Ответ Иисуса был такой: если бы ты знала, кто с тобой говорит и что я могу дать, მაშინო შენ თვითონ მთხოვდიო ცოცხალ წყალს. тогда ты сама просила бы у меня живой воды. ახლა იესომ თქვა, შენ რომ იცოდე, მე ვინა ვარ. Иисус сказал: если бы ты знала, кто я, და შენ რომ იცოდე, მე რისი გაკეთება შემიძლია შენთვის. если бы ты знала, что я могу сделать для тебя. მე მიყვარს ეს სიტყვები ბიბლიაში ძალიან კარგად ჟღერს. Я люблю эти слова, они хорошо звучат. ერთხელ იესომ უთხრა, როცა 5000 კაცი დასაპურებელი იყო, მოწაფეებს უთხრა, რა რო ვაჭამოთ ამ ხალხს, პურს ხო არ მოიტანდით? Когда нужно было прокормить 5000, Иисус спросил: чем кормить будем? მოწაფეებმა უთხრეს, რა ასამბობ, ამდენ ხალხს რა დააპურებს? И ученики сказали: что ты говоришь, 5000 как можно прокормить? და იქ იესომ პატარა ფრაზა წარმოთქვა. უბრალოდ იესოსი წერია. И написано, что Иисус сказал მან კი фразу, იცოდა, რასაც გააკეთებდაო. написано так, что он знал, что он должен был делать. იესომ იცის, რის გაკეთებას აპირებს შენ ცხოვრებაში. Иисус знает, что он должен творить в твоей жизни. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, რის გაკეთებას Проблема в том, აპირებს. что мы не знаем, что он должен делать. ჩვენთვის დაფარულია ღმერთის გეგმები. Для нас сокрыты Божьи планы. რაღაცები არის გაცხადებული, მაგრამ ძირითადად მაინც დაფარული არის. Что-то открыто, но в основном закрыто для нас. ჩვენ არ ვიცით ხშირად რა მოგვიმზადა ღმერთმა. Мы часто не знаем, что Бог приготовил нам. ჩვენ ისიც არ ვიცით ხვალე რა გვაქვს გამზადებული, რა აქვს მომზადებული ღმერთ ჩვენთვის. Мы даже не знаем, что Бог на завтра приготовил для нас. იესომ თქვა, რო იცოდე, რისი გაკეთება შემიძლია. Иисус сказал: если бы ты знал, что я могу делать. რო იცოდე, რა მშვენიერი მომავალი მაქვს შენთვის დაგეგმილი. Если бы ты знал, какое прекрасное будущее у меня запланировано для რო тебя. იცოდე, აი ეხლა რო ჩემ წინ დგეხარ, თელი მსოფლიო გაგიცნობს და 2000 წელი შენზე ილაპარაკებენ. Если бы ты знал, что завтра весь мир будет о тебе знать, и 2000 лет будут о тебе სამარიელი говорить. ქალი არის ქალი ყველაზე პოპულარული ერთ-ერთი, რომელსაც თელი მსოფლიო იცნობს. Женщина-самаритянка, самая популярная женщина, которую знает весь мир. რას არაკეთებენ რო ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, რომ ვიღაცა მაღიაროს და ცნობილები გახდნენ. Что только не делают, особенно женщины, чтобы их кто-то признал, и они стали знаменитыми. ცოტა ეხლა ისევ შევეხები, მაინც ჩემი ვერ გადავდივარ აქედან. Ну, я не могу. შეგიძლიათ Facebook-ზე ნახოთ, რას აკეთებენ ამის. Вы можете видеть на Фейсбуке, что делают женщины. სადრას იხსნიან და სად იხვევენ. Что снимают и что куда завязывают. ოღონდაც ვიღაცამ შეამჩნიოს. Лишь бы их кто-то заметил. მაგრამ იესომ უთხრა ამ ქალს. Но Иисус сказал этой შენ რო женщине: იცოდე, მე если бы ვინა ты ვარ და знала, ვინ დგას შენ წინ. кто я и кто стоит перед тобой, რისი გაკეთება что შემიძლია. я могу делать, იესოს საოცრებები შეუძლია. Иисус может чудеса და творить. ბევრი ჩვენთაგანი დავამოწმეთ, რომ იესომ უკვე მოახდინა ბევრი საოცრება ჩვენ И ცხოვრებაში. многие из нас могут свидетельствовать, что Иисус уже Аминь. сделал очень много чудес в нашей жизни. ებრაელთა 11:6 წერია ასეთი სიტყვები. Евреям 11 главе 6 стихе написано: ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა. но без веры Богу невозможно ვინაიდან угодить. ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ისო მიუძღავს მის მაძიებელს. Потому что тот, кто идет к Богу, он должен верить, что он есть, и Бог воздает таким. ყველაზე კარგი სიტყვა, რაც აი ამ მუხში მიყვარს, ეს არის აი ეს სიტყვა, რომ მიუძღავს И მაძიებელს. самое то, что мне нравится, это то, что Бог воздаст им. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი მოგვიზღავს. Мы должны верить, что Бог нам воздаст.
ღმერთს აქვს შენთვის საზღაური. У Бога есть награждение для тебя. ყოველი воздаяние. თქვენ თაგანისთვის ღმერთს აქვს საზღაური, ღმერთს აქვს საჩუქარი. И для каждого из вас у Бога есть подарок, есть воздаяние. ღმერთს აქვს მომზადებული რაღაც მნიშვნელოვანი შენთვის. Бог имеет что-то особенное, приготовленное для შენი тебя, მომავლისთვის. для твоего будущего. შენი პირადი ცხოვრებისთვისაც, მსახურებისთვისაც, И ოჯახისთვისაც. для твоей личной жизни, и для служения, и для семьи. მას აქვს კარგი რაღაცეები. И у него есть хорошие вещи. და აი ეს არის რწმენა. И вот это и есть вера. არა მხოლოდ რო გწამდეს რო არსებობს. Не только верить, что Он есть, არამედ გწამდეს რო ღმერთი მოგისღავს. но также верить, что Он воздаст. ღმერთი არის ვინც მოგისღავს. Бог есть тот, который воздаст. რწმენას აქვს საზღაური. У веры есть воздаяние. Аминь. Аминь. თუ შენ ღმერთს ენდობი, Если ты доверяешь შენ Богу, არ დარჩები უყურადღებოდ. ты не останешься без შენ внимания. არ დარჩები სასაულის Ты გარეშე. не останешься без თუ чудес. შენ ღმერთს ენდობი, Если ты веришь Богу, ღმერთი არ დაგტოვებს საჩუქრის Бог გარეშე. не оставит тебя без подарка, არ დაგტოვებს სულილების не გარეშე. оставит без изменений, არ დაგტოვებს სიცარიელეში. не оставит тебя в пустоте, იმიტომ რომ ღმერთს აქვს შენთვის გამზადებული потому что у Бога есть приготовленное, საჩუქარი, приготовленные подарки, კეთილი საზღაური. добрые воздаяния. ამენ. იცი შეიძლება დღეს ლოცულობ Возможно, ты молишься сегодня, და პასუხს ვერ ხედავ. но ответа не видишь. შეიძლება მსახურობ Может быть, ты служишь, და შენი შრომა შეუმჩნეველი არის. но твой труд не замечают. შეიძლება იცი ღმერთის აღთქმები, Возможно, ты знаешь о Божьих обетованиях, მაგრამ დიდი ხანია ელოდები და но ты არ აჩანს. давно ждешь и не видно, ჩემო ძვირფასებო, мои дорогие. ღმერთი Бог არასდროს დაგტოვებს საზღაურის გარეშე. никогда не оставит нас без воздаяния. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, Мы живем в мире, სადაც ყველაფერი არის აჩქარებული. в котором все აი ускорено. უცბად მოხვდით აჩქარებულ აი იმ დინამიკაში Вот мы მოვეკეცით ყველანი. как-то вот попали в эту динамику ускоренную. და ადამიანებიც აი საზოგადოება მოეწყოს, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა ჩქარა და სწრაფად. И весь мир и общество установлены так, что мы все хотим все быстро. იცი რაღაც შეიძლება ადრე ცოტა გასაგები იყო, თუ ა ブラ ამს 25 წელი უნდა ლოდინში ყოფილიყო ა ブラ ამი რომ შვილი მიეღო. Возможно, раньше это было нормально, что Аврааму нужно было ждать 25 лет, чтобы он получил ребенка. ეხა ვინ დაელოდება 25 кто წელი сейчас შვილს? будет ждать? აგე უცებ შეგიძლია მოაგვარო ეგ საკითხები. 25 лет. Можно очень легко исправить это. ზოგი გათხოვებასაც აღარ ელოდება, შეუძლია უცებ შვილი ყავდეს. Некоторые даже не ждут брака, сразу уже рожают детей. იცი აი ეს ჩაჭიდება აღთქმებისადმი. И вот знаете, когда нужно укрепиться Ай, за лодини. обетование и вот ждать ის რაზე ჩვენ გავიზარდეთ. то, на чем мы выросли. ჩვენ სულ ასე მოდიოდით, რომ ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ, Мы- ჩვენ უნდა ვიდგეთ, мы вот так ჩვენ უნდა учились. მოთმინებით Мы ველოდოთ. должны с терпением ждать, мы должны ожидать, мы должны держаться. და ეხა მოდის თაობა, რომელსაც არ უნდა მოთმინება. И сейчас пришло поколение, которое не хочет არ უნდა ждать. რომ რამეს დაელოდოს. Не хочет ждать чего-то. უცბად უნდა და ამიტომ ღმერთს კი აღარ ეჭიდება, თვითონ მოქმედებენ. Хочет быстро, и поэтому не за Бога держатся, а сами действуют. და ძალიან დიდ საფრთხეში И ვარდებიან. попадают в большие опасности. ძალიან დიდ სტუდენტებში И ვარდებიან. они попадают в большие искушения. იცი გალატელთა 6:9-ში წერია, რომ სიკეთის კეთება ნუ მოგბეზრდება. В Галатам написано в 6 главе, что не уставайте, когда делаете ახე добро. რამდენი მორწმუნე არის, ვინც ამბობს, რომ აი ღმერთო ჩემო უკვე დავიღალე, დამღალეს, ვაკეთებ და ჩემთვის არავინ არ არის. А вот смотрите, сколько верующих говорят: Господи, я устал, я все делаю, а для меня никто ничего не სიკეთის делает. კეთება ნუ მოგწკინდება, აქ წერია, რადგან თუ არ მოუდუნდები, თავის დროზე მოიმკი. Написано: не уставайте, делая добро, потому что в свое უბრალოდ время, ჩვენ если не უნდა ვესმოდეს, რომ ღმერთს расслабите, получите. თავისი დროები Мы აქვს. должны знать, что у Бога есть свои времена. ღმერთი არც აგვიანებს და არ ჩქარობს. Бог, Он не опаздывает, но и не ის спешит. რა ჩვენ გონია, რომ დაგვიანებულია, ის სწორი დრო არის То, ღმერთისთვის. что мы думаем, что Он опоздал, я с опозданием для Бога. это კარგი правильное იქნება, время. თუ ჩვენც არ ვიჩქარებთ. Хорошо будет,
будет, если мы не თუ будем спешить? ვირწმუნებთ ღმერთის სიკეთეს, Если будем верить в Божье თუ добро, მოთმინები დაველოდებით если ღმერთის с სასწაულს, терпением будем ждать Его чудес, აუცილებლად შენს ლოდინს, обязательно. იცი ლოდინში არ გულისხმობ უმოქმედობას. А знаете, когда мы ожидаем, не обязательно это ლოდინი ეს არის означает, что ძვირფასებო мы რწმენაში бездействуем. სიარული. Ожидание – это хождение в вере, ეს არის მოქმედება რწმენით. это действие верой. აი მაგალითად თორსა ღმერთმა ნოეს უთხრა რომ წარყვნა მოვიდო და ნოე არ ელოდებოდა, არ იჯდა და არ ელოდებოდა. Вот, например, когда Бог сказал, Ной будет потоп, Ной не сидел и не ждал. ანუ რას აკეთებდა რწმენით ნოე? Что делал Ной верой? ნოე აშენებდა. Он строил. ანუ რწმენა არის შენება. То есть вера – это строение, строительство. ამიტომ მეც მწამს და ვაშენებ. Поэтому я верю и я строю. ვისაც წამს აშენებს, Кто верит, тот строит. პატარა რაღაცას მიუმატებს პატარა К რაღაცას. маленькому чему-то добавит еще маленькое. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, მაგრამ ველოდებით. Но есть люди, которые ничего не делают, только ждут. ანუ ეს არ არის ლოდინი. Но это не ожидание. ანუ რწმენა მოქმედება არის ყოველთვის. Знаете, вера – это всегда действие. აი როცა ღმერთს ვაკებთ, ესეც საქმე არის. Вот когда мы Бога прославляем, и это дело. ესეც მოქმედება И არის. это есть действие. იმიტომ რომ მე არა ვარ გაჩერებული, მე ვაკებ, მე ვლოცულობ, მე თაყვანს ვცემ. Потому что я не остановился, я молюсь, я მე прославляю, ვწირავ, я ვთესავ. жертвую, сею. იმიტომ რომ ჯერავს, Потому что я верю, იმიტომ რომ ვენდობი, потому что я доверяю, იმიტომ რომ მოლოდინი მაქვს. потому что у меня ожидание, есть. ღმერთის მოქმედებისა. Его ღმერთი действие. მომიზღავს. Бог воздаст мне. ჩემ რწმენას მიუზღავს. Он обязательно воздаст вере ამენ, моей. ჰალელუია, ამენ. დიდება უფალს. Слава Господу. ჰალელუია. მე მინდა დაბადების მე-15 თავიდან Я хочу წავიკითხო. прочитать из Бытия მე 15 წავიკითხო главы. და შენ მარტო გადაგება. დაბადება მე-15 თავი 1-დან 6-მდე. 15 глава, с 1 по 6 стих. ამ ამბების შემდეგ იყო რომ აბრაამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა. ნუ გეშინი აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრია დიდი იქნება შენი საზღაური. უთხრა აბრამმა, უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე? უშილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიაზარია ჩემი სახლის გამგებელი. ნახე ჩემო ზვირფასებო. Смотрите, мои дорогие. აბრაამი ჩვენი რწმენის მამა არის. Бог, Авраам, он отец веры нашей. და ღმერთის სიტყვა გამოეცხადა მას. И ему явилось Слово Божье. და ეუბნება ასე უფალი. И говорит ему Господь, მე ვარო შენი ფარი. я есть твой щит, მე ვარო შენი კლდე. я есть твоя скала. და დიდი იქნება შენი И საზღაური. будет большим твое воздаяние. ნახეთ, დიდი იქნება აბრაამ შენი საზღაური. Авраам, твое воздаяние будет большим. და ნახეთ, ჩემო ზვირფასებო, რა არის აბრაამის И პასუხი? смотрите, что ответ Авраама. აბრაამის პასუხი. Его ответ. რა უნდა მომცე? Что ты должен дать мне? უკვე გადავდივარ. Я уже перехожу. ანუ ჩემი დრო გადის უკვე. Мое время проходит. უფალო, რაღა უნდა მომცე? Что же ты еще можешь мне дать, აი, Господь? ცოტა სიკეთე, ცოტა ადრეულ ასაკებში რო გეკურთხებინე, უფრო კარგი Вот იქნებოდა. если бы ты благословение дал бы немножко, когда я был молод, тогда хорошо. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, აბრაამიამ უფალო დაგაგვიანდა. Другими словами, Авраам говорит, ეხლა ты რაღა უნდა опоздал. ვისიამოვნო მე? Что же я, чем же я буду ეხლა რაღა сейчас კურთხევა უნდა განვიცადო? довольствоваться? Какое благословение у меня будет? ნახე, ჩემი სახში მყოფი მოსამსახურე უნდა იყოს მემკვიდრე ყველაფრის რაც გამაჩნია. Раб в доме моем, он станет наследником. ჩემი მსახურება აი. სხვა რჩება. И мое служение остается другому. ჩემი სახლის ჯგუფები სხვა რჩება. И мои домашние ячейки остаются другому. რაღა უნდა მომცე А უფალო? что же ты можешь еще дать мне, Господь? უშვილოდ გადავდივარ. Я перехожу бездетным. იცი, ყველას აქვს რაღაც ამდაგვარი ცხოვრებაში. И знаете, у каждого из нас есть что-то подобное в რომ жизни. ფიქრობთ, Что мы думаем, რომ ღმერთს რაღაც გამორჩა. что Бог что-то упустил. თავის დროზე არ მოგვაქცია ყურადღება. В свое время Он не обратил внимания. ფიქრობთ, რომ ღმერთმა დააგვიანა. И мы думаем, что Бог опоздал. ფიქრობთ, რომ რაღაც არ გვაქვს ეხლა И ჩვენ. мы думаем, чего-то у нас нет. ვემსახურებით, Мы служим, სახლი არა გვაქვს. дома нету у нас. რაღაცას ამბობს, რომ მანქანა არ არის. Кто-то говорит, что машины нету. ნუ მანქანა ცოტა ისეთი რამეა კიდე. Но машина еще такая вещь. ვიღაცა შეიძლება ფული არ აქვს. Возможно, у кого-то денег нет, ჩვენ სულ ველოდებით. а мы все ждем.
და ნახეთ, რა უნდა მომცე უფალო? И Господь, что же ты должен ან дать? ეხლა რომ მომცე რაღაც მინდა. А если сейчас дашь, для чего აი мне ცოტა ადრე уже? რო ყოფილიყო Вот ეს если бы ты ყველაფერი. раньше дал бы. მაგრამ ჩემო ძირფასებო, Но, мои дорогие, დამერწმუნეთ, поверьте, ღმერთს სწორი დროები აქვს შენ у ცხოვრებაში. Бога есть правильные времена для твоей жизни. დაგვიანება არ ნიშნავს გადაფიქრებას. Если что-то опоздало, не означает, что он передумал. თუ ეჭიდებოდი რაღაცას, Если ты за что-то თუ ეჭიდებოდი держался, ღვთის სიტყვას, если ты держался за слово, თუ ღვთის აღთქმას ეჭიდებოდი если ты за заповеди და держался ცოტა გაიწელა, и немножко растянулось, ან ისი არ მოვიდა იმ დროში, როგორც შენ ელოდებოდი. но не в то время пришло, не так пришло, как ты ეს არ ждал, ნიშნავს, რომ ღმერთმა გადაიფიქრა. это не означает, что Бог передумал. ეს არ ნიშნავს ამას. Это не означает. შთამომავლობა არ მოგიცია. Наследника ты мне не дал. და ნახე რას ამბობს უფლის И სიტყვა. смотри, что говорит Слово. არ გახდება იგი შენი მემკვიდრე. Он говорит, что не он будет твоим არამედ შენგან наследником, გამოსული იქნება შენი მემკვიდრე. но тот, кто произойдет из чресла твоих. გაიყვანა გარე და უთხრა ახედე ზეცას და დათვალე ვარსკვლავები. Вывел его вон и თუ сказал, შეგიძლია посмотри, მათი დათვლა. მერე უთხრა შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება. посмотри, сосчитай, если сможешь сосчитать, вот такое будет у და тебя ერწმუნა იგი наследие. უფალს და ჩაეთვალა მას სიმართლედ. Авраам поверил, и он вменил ему в праведность. რა მექნება უფალო? Что у меня будет, Господь? რა უნდა მომცე Что ты უფალო? должен мне дать? შვილი არ ამყავს. Детей у меня нет. მემკვიდრეს ვერ ტოვებ. У меня нет наследника. ვიღაც ამბობს რომ ვერ გავთხოვდი, რა უნდა მქონდეს. А кто-то говорит, я вообще замуж не вышла, что же у меня должно აბა быть? მე რომ გავთხოვდები 80 წელს რაღაც მინდა. А если ты в 90 лет выйдешь замуж? Что же ესე будет? ჩემო ძირფასებო. ღმერთის საზღაური კარგია. Знаете, дорогие, Божье воздаяние, оно хорошее. ეს შენ ფიქრობთ, რომ ადრე თუ რაღაცები გვექნებოდა, კარგი იქნებოდა. Это мы думаем так, что если бы раньше было бы лучше. არავინ იცის რა იქნებოდა კარგი. Никто не знает, что было бы რაც лучше. ჯერ არ გამოგიცდია და То, არ что აგავს. ты не испытал и не არ имеешь, ვიცით კარგი იქნებოდა თუ мы не ცუდი. знаем, было бы хорошо или плохо. ჩვენ ხოლო ჩვენი გონებით фикრობთ ამ Мы საკითხზე. думаем только нашим разумом. შეიძლება არ ყოფილიყო კარგი. Возможно, и не было бы лучше. საიდან ვიცით ზუსტად რომ კარგი და სწორი იქნებოდა? А откуда мы знаем точно, что было бы იქნება лучше? უფრო მეტი ტკივილი და ზარალი ქონოდა. А возможно, у тебя было бы больше боли и больше ამისი გამოცდილებებიც ущерба. არსებობს. И у нас есть სხვების такие ცხოვრებაში. опыты тоже из жизни других იცი людей. რა მინდა გითხრათ ძირფასებო? Знаете, что я вам хочу сказать, дорогие? პირველი ღმერთის საზღაური სულიერი არის. Первое Божье воздаяние, оно духовное. პირველი რაც არის ზეციური მემკვიდრეობა. Первое, что есть, это небесное იცი наследство. ორივე განზომილებაში გვაქვს კურთხევა. Знаете, у нас есть благословение в обеих измерениях. აქაც ამ მიწაზეც გვპირდება И здесь ღმერთი. на земле тоже Бог обещает. და нам. იქაც მომავალში. И в вечности тоже ნახეთ, როცა обещает. მოწაფეები მოვიდნენ და იესოს უთხრეს, უფალო გახარებულება დემონებიც კი Когда გვემორჩილებოდნენ ჩვენ. ученики пришли радостно и сказали, Господь, даже демоны нам подчиняются. ნახე, იესომ უთხრა, ნუ კი გიხარიათ ის, რომ გავლენა და მოქმედება გქონდა და გამოვლენა მიწაზე. Иисус сказал, не этому радуйтесь, что были проявления здесь на არა, земле. ეს კარგია, ეს არ არის Не, ცუდი. это хорошо, это неплохо. მაგრამ გიხაროდეს, რომ თქვენი სახელები სიცოცხლის წიგნშია Но ჩაწერილი. радуйтесь, что ваши имена написаны в книге жизни. Аминь. პირველი რაც უნდა გიხაროდეს. Первое, о чем ты должен радоваться. პირველი რაც უკვე ხელში გიჭირავს. Первое, что ты имеешь в руках. პირველი რაც უფრო აღმატებული არის თან. Первое, что самое лучшее ეს არის превосходит მარადიული მემკვიდრეობა всё. Это ღმერთში. есть вечное наследство. შენი в Боге. საზღაური, Твое воздаяние. შენი რწმენის საზღაური, Воздаяние веры твоей. შენი ერთგულების საზღაური. Воздаяние твоей верности. ის რომ ქრისტეს ერთგული ხარ ამ მიწაზე. То, что ты верный Христу на этой ის რომ земле. მიყვები იესო ქრისტეს То, კვალს. что ты следишь за Иисусом, за Его ის რომ следами მის идешь. სიტყვაში ცხოვრობ. То, что ты живешь в Его Слове. ინახავ სიმართლესა და სიწმინდეს. И ты сохраняешь веру и святость в ის себе. რომ შენ არ მოიპარე, სადაც მოსაპარი იყო. То, что ты не своровал там, где мог. შეგეძლო ცუდი გაგეკეთებინა, Ты მაგრამ мог არ сделать გააკეთე. плохое, но не сделал. სიწმინდე შეინახე შენ. Ты сохранил святость. თითქოს არჩევანი ისეთი გააკეთე, რომ შენ საწინააღმდეგოდ იყო. Будто бы ты
сделал выбор в ущерб себе, თითქოს დავზარალდი კიდევაც ამ მიწაზე ამით. будто бы ты понес ущерб на этой земле. მაგრამ შეხედე ჩემო ძვირფასებო, შენი სახელები სიცოცხლის სიგში Но წერია. смотрите, дорогие, наши имена записаны в книге გრავის жизни. სიცოცხლის სიგში. В книге ყველა жизни ვისაც Агнца. სწამს იესო ქრისტე, И все, которые верят в Иисуса, ვისაც უყვარს იესო те, ქრისტე, которые любят Его ვინც ემსახურება იესო и ქრისტეს. служат Ему. ბიბლია ამბობს, რომ ისინი სიცოცხლის სიგში არიან Библия ჩაწერილნი. говорит, что они записаны в книге жизни. ამას ეძახი გრავის იესო ქრისტეს უბის წიგნა კი არის. И я так называю, что это книга, которая лежит вот тут в кармане იცი у პირველი Иисуса. საზღაური რაც გაქვს, Знаете, первое воздание, которое ты ეს არის имеешь, ეციური მემკვიდრეობა. это вечное наследство. ეს არის სახლის Небесное. ზესაში. Это дом на небесах. რა თქმა უნდა, ჩვენ მიწაზე გვჭირდება სახლები. Конечно, нам и здесь нужны дома. მაგრამ მიწიური წარმავალია, მოვლენ და წავლენ. Но земное, оно приходит и уходит. კარგია, ჩვენ გვინდა რომ ეს უნდა Не, გქონდეს. это хорошо, мы должны иметь. ღმერთი არ არის წინააღმდეგი Бог ამის. не против. მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ბედი და სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს ამ Но у მიწაზე. нас есть другая судьба и ჩვენ другая მორწმუნეები жизнь. ყველა ერთნაირ ცხოვრებას არ გავდივართ. Мы верующие, все одинаковую жизнь не проходим. ყველა ერთნი варთ უფალში. Мы все одни в Боге. ყველანი კურთხეულნი ვართ Мы იესო все ქრისტეში. благословлены в Боге. მაგრამ ყველას ერთნაირი ბედი არ აქვს ამ Но у მიწაზე. нас нет одинаковой судьбы на этой არიან земле. მდიდარი მორწმუნეებიც და არიან ცოტა ღარიბი Есть მორწმუნეებიც. богатые верующие, есть მაგრამ немножко бедные, მიტოვებულნი არ არიან არც მდიდრები და არც ღარიბები. но не покинутые, не богатые и не შენთვის бедные. ყველაზე დიდი სიმდიდრე არის რომ მიტოვებული არა ვარ Самое ღმერთისგან. большое богатство для тебя это то, что тебя Бог და не უფალი покинул. ზრუნავს ჩემს სიღარიბეში, ჩემს კურთხევაზე. И Бог заботится в твоей нужде, о твоих нуждах. ამისთვის ღმერთს ვაქებ. И поэтому мы благословляем. მაგრამ უფრო хвалим მეტად Его. ვაქებ იმისთვის, რაც მაქვს Но მარადისობაში. еще больше я Его რაც хвалю მაქვს იესო за то, ქრისტეში. что Он дал мне во Христе Аминь. Иисусе. დიდება უფალს. პირველი კორინთელთა მიმართ წერილში პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს. 1 Коринфянам написано ეს არის 24 მუხლიდან წავიკითხავს 9:24. 9:24. განა არიცით რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან. მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს. მას ირბინეთ ისე რომ ჯილდო მოიპოვოთ. ყველა ვინც იღწვის თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი ხწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი უხწნადისო. ნახეთ ჩემო ძვირფასებო. И смотрите, дорогие мои, ჩვენ უხწნად გვირგვინს ველოდებით. мы ждем მე არ ვიცი მორწმუნეებს ჟერავთ ამის თუ არა. Мы ждем нетленного венца. Я не знаю, вы მაგრამ верите в ჩვენ это? გველოდება გვირგვინის Но, ზეცაში. знаете, у нас ждет венец на небе. ეს არის უხწნადი გვირგვინი. Это нетленный венец. და ნახეთ, აქ ასპარეზზე И вот тут, в этом мире, იმის გამო რომ სპორტსმენმა ჯილდო აიღოს, для того, чтобы спортсмен взял приз, ისინი ფასი ხდიან. они платят цену. ხო ასეა, ჩვენ უყურებთ მათ რა ფასი Ведь ხდიან также ისინი. мы же видим, какую цену они იმისთვის რომ платят. ჩემპიონი გახდე. Для того, чтобы стать ეს чемпионом. უბრალოდ არ მოდის. Это просто так не ისინი приходит. წვავენ ცხიმებს. Они сжигают свои Ისინი калории, დარბიან. жиры, они бегают. მათ მკაცრი განრიგი აქვს У თავის них есть ცხოვრებაში. очень жесткий график ისინი жизни. მუშაობენ თავის თავზე. Они работают над собой. მათ რაღაცები აუკრძალეს საკუთარ И თავს. что-то и они запретили მათ არ себе. აქვს ყველაფრის უფლება. У них нет права на იმიტომ რომ თუ все. გინდა იყო ჩემპიონი. Потому что если ты хочешь быть შენ არ чемпионом, შეგიძლია რომ ყველაფერთან ერთად იყო ჩემპიონი. ты не можешь со შენ всеми მოგიწევს вместе быть რაღაცები მიატოვო. чемпионом. Ты должен что-то оставить. შენ მოგიწევს რომ შენი დრო განსაზღვრული კონდეს. Ты должен рассчитать свое время, როცა მისნისკენ მიდიხარ, когда ты идешь к цели. ყველასთან ვერ იქნები. Ты не сможешь быть со всеми. ბირჟაზე ვერ იდგები. Ты не сможешь стоять на იმიტომ бирже, რომ შენ საქმე გაქვს. потому что у тебя время, у тебя შენ სულ дела. რაღაცას აკეთებ. У тебя дела. და აი მორწმუნეები ჩემო ძვირფასებო. И, дорогие мои ნახეთ верующие, ისინი ხწნადი გვირგვინისთვის. для нетленного венца, დროებითის. а не для тленного венца. მაგრამ თქვენო მარადიული А вы для ჯილდოსთვის ახართ მოწოდებულნი. нетленного венца призваны. ეკლესია შენ ხარ მარადიული ჯილდოსთვის Церковь, ты მოწოდებული. призвана для нетленного Аминь. венца. სიცოცხლის გვირგვინი გეკუთვნის И შენ. тебе принадлежит венец მე жизни. მინდა დღეს გითხრა რომ შენს რწმენა И я საზღაურია. хочу тебе сказать, твоя вера имеет воздаяние. ჰალელუია, ჰალელუია. მეორე ტიმოთეს 4:7 წერია.
2 და Тимофея. აი ხა პავლე მოციქული 4:7. თავის თავზე ამბობს И ამას. Павел говорит о себе. ეს არის მე-7 მუხლი. 7 стих. კეთილი ღვაწლით ვიღვაწე. განული ასპარეზი. რწმენა შევინარჩუნე. ახლა მომელი სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღებს უფალი, მართალი მსაჯული და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა. Подвигом добрым я подвязался, течение совершил, веру сохранил, а теперь готовится мне венец правды, который даст мне Господь, праведный судья в день онный, и не только мне, но и всем возлюбившим явление Его. ნახე ჩემო ძვირფასებო. Смотрите, дорогие, მან თქვა რომ რწმენა შევინარჩუნე. я сохранил веру, он говорит. ასპარეზი განოლე. Я прошел свою. ყველასა გვაქვს ჩვენი Путь. გასავლელი ასპარეზი. И у каждого из нас есть путь, ყველა который мы ქრისტიანი должны пройти. გავდივართ ამ ჩვენს ვიწრო გზას, ჩვენს ბილიკებს. Каждый христианин проходит წმენის ბილიკებს. და этот იცი путь, რაც свой მამანო, узкий ვერ путь. წმენა И он შევინარჩუნე. говорит, что я веру сохранил. მოციქული პავლე ამბობს რომ წმენა შევინახე. Павел говорит, я сохранил веру. ერთ გული დაურჩი იესო Я ქრისტეში остался верным Иисусу. და სიწმინდეში გავატარე И я ცხოვრება. провел жизнь в святости, სიმართლეში в правде. და ეხლა И теперь მომელი სიმართლის и გვირგვინი. меня ожидает венец ეხლა მე правды. ვიცი ჩემი А საზღაური. теперь я знаю свое воздаяние. დიდება ჩვენს უფალს. Слава нашему მაგრამ Господу. იქამდე მან ასეთი სიტყვები თქვა. Но прежде он сказал такие მე слова. ვიცი სიუხვეში ცხოვრება Я и умею жить и в და богатстве, ვიცი სიტუხჭირეში и умею ცხოვრებას. жить и в скудости. ორივე გავიარე Оба я прошел. და ერთ გული И დაურჩი. я остался верным. როცა ბევრი მქონდა, Когда у меня было много, სიამაყეში არ წავსულოა. я не ушел в гордость. როცა ბევრი მქონდა, Когда у меня было много, ვერცხლის მოყვარი არ я не ყოფილოა. стал сребролюбим. როცა ბევრი მქონდა, Когда у меня было много, სწორ საქმეებს ვახმარდი я тратил на და правильные სახარებას дела. ვავრცელებდი. И я распространял მაგრამ Евангелие. მომიწია ცხოვრება მისე პავლე მოციქული ამბობს რომ არ მქონდა. Но Павел говорит, пришлось мне жить и так, что когда у меня не მაგრამ არ было, მიმიტოვებია ერთ но გულება. я не оставил верность. მაშინაც იგივეს И ვაკეთებდი. тогда я делал то же ალბათ самое. უფრო ერთ გულად ვაკეთებდი. И даже еще больше უფრო მეტ вернее ფასу делал, იხდიდი. еще больше цену платил. ორივეში ცხოვრება ვისწავლე. Я научился жить в обеих ситуациях. ჰალელუია. ნუ ყველა ჩვენთაგანმა არ ვიცით ორივეში ცხოვრება. Не каждый из нас умеет так жить. ზოგმა ჩვენთაგანმა მხოლოდ ერთში ვიცით ჯერ ცხოვრება. Некоторые мы умеем жить только, когда нам хорошо. ჯერ არ ვიცი სიმდიდრეში ცხოვრება რა არის. Мы не знаем пока, что такое жить в богатстве. მაგრამ სიხარებეში ერთგულება ვიცი რომ დიდი საზღაური აქვს. Но я знаю, что когда ты беден и ты იმედია бедный, გამომცდი в этом სიმდიდრეში есть ცხოვრებასაც. очень большое воздаяние. მაგრამ სადაც არ უნდა იყო, Но где бы ты ни был, მართალი უნდა ты იყო. должен быть правильным. მორწმუნე უნდა Ты იყო. должен быть верующим. ერთგული უნდა Ты იყო. должен быть верным. წმინდა უნდა Ты იყო. должен быть святым. მიძღვნილი უნდა იყო. Должен быть посвященным. ამენ, ჰალელუია, ამენ. და ბიბლია ამბობს, აი И ასე Библия ვიყავი. говорит, я был так. და ეხლა მომელის И გვირგვინი, теперь меня ожидает венец. სიმართლის, Венец правды, რომელიც გამზადებულიაო. который приготовлен. არა მარტო ჩემთვის, Не только для меня, არამედ თითეული но для თქვენთაგანისთვის. каждого из вас. თითეული Для მორწმუნისთვის. каждого верующего. ყოველი თქვენთაგანისთვის. Каждый из вас. ყოველი Для ჩვენთაგანისთვის. каждого. ქება ღმერთს Слава ამისი. нашему Господу за это. წმენას აქვს У საზღაური. веры есть ჩემო воздаяние. ძვირფასებო, მე ვცხოვრობ საზღაურისთვის. Мои дорогие, я живу для მე воздаяния. ვცხოვრობ Я საზღაურისთვის. живу для воздаяния. და ეს არ არის მიწიური И საზღაური. это не земное მე воздаяние. ვემსახურები ღმერთს Я საზღაურისთვის. служу Богу с დღეს ერთი воздаянием. მეკითხებოდა, Сегодня один меня როგორ спрашивал, ღმერთს რამის გამო უნდა ემსახურო? неужели нужно служить Дих, Богу для ратмаунда. чего-то? Да, конечно. კი, Да, მე ვემსახურები. я служу Богу. ვემსახურები, იმიტომ რომ დამპირდა რაღაცებს. Потому что Он мне что-то обещал. მე დამპირდა და ვიცი რომ ღმერთი Он ერთგულია. обещал, я знаю, что Он верный. იცი რომ ქვეყნიერებას ემსახურები. Знаете, когда ты служишь миру, შენ ეშმაკის დაპირებების გჯერავს. ты веришь в обещание дьявола. იმიტომ რომ იქაც არ ახარ ისე, იქაც პირდებიან. Потому что и там ты не просто так, там тоже тебе что-то обещают. მათეს სახარების მე-4 В თავში, 4 главе от Матфея, როცა იესო უდაბნოში მიყავს სული წმინდას. когда Дух Святой ведет Иисуса в Გამოსაცრელა და 40 დღე пустыню იმარხულა. искушать, и 40 дней Он постится და там. ეშმაკი მოდის. И приходит дьявол, მოდის и შეთავაზებები. приходит с предложениями. ხო? Да? ის ითხოვს თაყვანისცემას. Он просит поклонения.
ის პირდება იესოს რომ ბევრ რამეს მისცემს. Он обещает Иисусу, что Он ему многое даст. იცი რატო არ არის უფრო მეტი ხალხი ეკლესიაში? Знаете, почему нет людей больше в церкви? იმიტომ რომ მათ არ შეერავთ ღმერთის დაპირებების. Потому что они не верят в обещание Бога. მათ შეერავთ ეშმაკის დაპირებების. Они больше верят в обещание дьявола. მათ შეერავთ რომ ქრისტეს გარეშეც იქნებიან Они კურთხეულები. верят, что они будут благословенны и даже მათ без შეერავთ რომ Христа. ისინი დამდიდრდებიან და თელი ქვეყნიერების დიდებას მიიღებენ. Они верят, что они разбогатеют и будут. მაგრამ ჩვენ გვჯერავს, Но мы верим. ჩვენ გვჯერავს რომ ქრისტე მოგვიზღავს. Но мы верим, что Христос და მე воздаст нам. მჯერავს რომ ჩემი უფალი მათყუარ არ Я არის. знаю, я верю, что мой ის Бог, Он ერთგული не მღვდელთავარი врет არის. мне, Он и და верный. რასაც დაგფირდა И все, გააკეთებს. что Он обещал, Он нам даст. რასაც დაგფირდა Все, что Он გააკეთებს. обещал, Он сделает. რასაც დაგფირდა Все, გააკეთებს. что Он обещал, Он сделает. საჭირო არის უბრალოდ თითქერ წმენაში. Просто тебе нужно стоять წმენა верой. ძალაა ჩემო Потому ძვირფასებო. что вера – это сила, იდგე дорогие. მორჩილებაში. Чтобы ты стоял в вере, в смирении. და ნახე ჩემო И ძვირფასებო. смотрите, мои дорогие. აბრაამი ამბობს რა მექნება? Авраам говорит, что у меня будет? რა უნდა მქონდეს? Что же у меня будет? რაღა დრო გავიდა Уже время ушло. და ღვთის პასუხი И ასეთია. Божий ответ такой. დიდია შენი საზღაური აბრაამ. Велико твое უბრალოდ არ იცი вознаграждение. ამის Просто შესახებ. ты не знаешь об არ этом. გესმის ახლა რას ლაპარაკო. Ты сейчас не понимаешь, что ты ნახე говоришь. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ზოგჯერ არ გესმის რას ლაპარაკო. Смотрите, дорогие, мы иногда не понимаем, ჩვენ что мы ზოგჯერ არ говорим. ვიცით ვინ არის ის ვინც გველაპარაკება. Мы иногда не знаем, кто тот, кто с нами იესო разговаривает. მომთხრა დედაკაცო, შენ რომ იცოდე ვინ გელაპარაკება. Иисус сказал, женщина, если бы ты знала, შენ რომ кто с იცოდე тобой ვინ говорит, გელაპარაკება если бы ты სახარებაში. знала, кто с тобой разговаривает, მაშინ შენ თვითონ მთხოვდი ты сама просила бы, და მე შენ მოგწევდი. и я дал бы тебе. იმიტომ რომ რო იცოდე რისი მოცემა შემიძლია. Если бы ты знала, что я могу тебе дать. ჰალელუია. ღმერთს აქვს მოსაცემელი. Бог имеет воздаяние. ღმერთს აქვს საზღაური. Бог имеет ღმერთს воздаяние. აქვს ჯილდო თითოეული Бог მორწმუნისთვის. имеет награду для каждого Аллилуйя. верующего. Аллилуйя. ხოლო ჩვენ ვინ არჩუნებთ რწმენას. Просто мы сохраняем веру. მან თქვა აბრაამმა თქვა რომ უშილოდ გადავდივარ Авраам сказал, я ухожу без და наследника. ღმერთი ამბობს. А Бог говорит, ფრიად დიდი იქნება შენი великое საზღაური. будет твое вознаграждение. ფრიად დიდი იქნება შენი Великое будет საზღაური. твое вознаграждение. და ჩვენ ვიცით რომ ეხლა ვიცით რომ დიდი არის მათი საზღაური, И мы- აბრაამის საზღაური. И мы знаем, что большое будет вознаграждение. ის ამბობდა რომ ელიაზარი იქნება ჩემი И მემკვიდრე. он говорил, что Элиазар будет моим მაგრამ наследником. ღმერთი ეუბნებოდა ასე არ Но იქნება. Бог говорил, не будет так. არ იქნება ის შენი Он მემკვიდრე. не будет твоим ეს наследником. შენ ფიქრობ რომ ასე Это ты იქნება. так думаешь. შენ ფიქრობ რომ ღმერთმა დააგვიანა. Это ты так думаешь, что Бог შენ опоздал. ფიქრობ რომ ღმერთმა არ გაკურთხა. Это ты так думаешь, что შენ Бог не ფიქრობ რომ благословил. რაღაცეები თავის დროზე არ Это მოვიდა. ты думаешь, что что-то не მაგრამ пришло ღმერთმა თქვა არა вовремя. აბრაამ. Но Бог ეს говорит, შენ ფიქრობ და არასწორად ფიქრობ. нет, Авраам, это ასე ты არ думаешь так, მოხდება ты როგორც შენ неправильно გააკეთე думаешь. შენ გონებაში დასკვნები. Не будет так, как ты решил в своем разуме. ისე იქნება როგორც მე აგიტყვი. Будет так, как я сказал, ისე იქნება როგორც მე დავგეგმე. как я запланировал. ჰალელუია, ამენ. მოვა დრო და შენი ფული გექნება. Придет время, у тебя будут свои деньги. შენი მსახურება У გექნება. тебя будет свое служение. შეიძლება დღეს ხვიშას იხარ ერთგული. Возможно, ты сегодня в чужом შეიძლება დღეს верный. რთულ გზას გადიხარ. Возможно, ты сегодня проходишь შეიძლება დღეს сложный путь. სხვის როგორ ვთქვა, სხვის საქმეებს ალაგებ. Возможно, ты сегодня управляешь другими делами, მაგრამ ღმერთი делами შენსაც других, მოგცემს. но Бог тебе даст свои. ასე არ დასრულდება. Так не закончится, ასე არ იქნება. так не будет. როგორც ჩემი გონებამ კარნახობს, ასე არ Так не იქნება. будет, как диктует мой разум. ყველაფერი სხვანაირად Все იქნება. будет иначе. იცი ჩემო ძვირფასებო, Знаете, мои მე дорогие, ვქადაგებ, я проповедую, იმიტომ რომ ქადაგებელი ვარ. потому что я проповедник. მაგრამ ჩემ გონებაშიც მოდის. Но и в мой разум ჩემი приходит. ხორციელი აზროვნება სხვა სურათებს Мое მიხატავს. плотское мышление рисует Მეც мне другие მესმის ეს картины, ხმები. и я сам тоже слышу эти голоса. მეც მესმის და სხვანაირი სურათები მოაქვს ჩემს გონებას. И в моем разуме приходят разные ყველა ეს другие ხმები მოსმენილი картины. И მაქვს. все эти голоса я слышал. აბა რა იქნება? А что же будет რა дальше? გექნება? А что же у тебя რა будет? იქნება ამ ყველაფრის Что
ყოფი. А что же будет плод всего იქნებ ტყუილა этого? იხწვი. Может быть, ты зря იქნებ трудишься. ტყუილად ხარ ერთგული. Может быть, ты зря верен. იქნებ ტყუილად შრომობ. Может быть, ты зря трудишься. იქნებ ტყუილად იწმინდები. А может быть, зря освящаешься. მაგრამ ეს ჩემი ხორციელი Но გონება. это всего лишь мой плотской მაგრამ разум. ღმერთი ამბობს არ იქნებას. Но Бог говорит, не будет так. ასე არ არის როგორც ჩვენს გონებაში Не მოდის. будет так, как приходит და твой მაშინ разум. ღმერთს გაყავს აბრამი გარეთ. И тогда Бог выводит Авраама. გაყავს თავის კარვიდან. Выводит из шатра своего. ღამე. Ночью. როგორი რომანტიკოსია უფალი. Какой же романтичный Господь. და ვარსკვლავებით არის მოჭედილი ზეცა. И это небо все рассыпано და звездами. აბრამს ეუბნება И შეხედე. он говорит, посмотри. შეხედე ზეცას. Бог говорит, посмотри на небо. და როცა ზეცას უყურებ, რას И ხედავ? когда ты смотришь на небо, что ты видишь? რომ მე როცა ზეცას უყურებ, ხედავ დაუსაზღვრელ სამყაროს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. Я, когда вижу в небо, я смотрю и вижу როცა безграничный მიწას мир. უყურებ, Когда смотрю на землю, მე ვხედავ რაღაცა ზღუდეს ჩემ ცხოვრებაში. я вижу ограждение ო, какое-то. დასაზღვრულობას ხედავ Я вижу მიწაზე. ограничения. მაგრამ როცა ზეცას უყურებ, Но когда я смотрю на небо, ჩვენ ვხედავთ რაღაცას, სადაც აღარ არის რაღაც სივრცე ჩვენთვის. мы видим какой-то мир, который не имеет границ. ხედავ ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? აი როგორ არის რწმენა. Что же такое вера? ღმერთს არ უნდა რომ შენი აზროვნებით შემოსაზღვრო Бог მისი не გეგმები. хочет, чтобы ты ограничивался в своем разуме своими ღმერთს არ უნდა რომ мыслями. ჩვენი აზროვნება ეს ჩვენი კარავი არის. Бог, наше мышление – это наш шатер. ნახე ჩემო ძვირფასებო, ვიდრე ის დასაზღვრულ კარავში ფიქრობდა. И прежде чем, пока Авраам, წამოწოლილი იყო აი ესე და სულ Авраам ცხვირთან лежал იყო მისი в своем საფარი, ხო აი ограниченном ეს კარვის шатре ბოლო. и смотрел на потолок. აი ამ კარავმა მოუსპო ხედო აბრაამს, რომ ზეცა დაენახა. И вот этот потолок, он ему истребил все мышление, чтобы იცი он видел ხშირად бы ჩვენც небо. ესე ჩვენს ცხვირამდე ვფიქრობთ. И вот так же мы думаем не дальше своего შეიძლება носа. ამ ჭერის იქით აღარ გადის Возможно, и შენი дальше ხედვა. вот этого потолка мы не видим ничего. და მაშინ ღმერთს გამოყავს თავისი ამ აზროვნების ჩარჩოებიდან. И тогда Бог выводит из ограничений твоего мышления. და იხედება აბრამი. И Авраам смотрит. ვაუ, Вау, რა მხელა. какое же великое небо. დათვალე ვარსკვლავები. Посчитай звезды. ორამდენი არიან. Сколько же их? ვის შეუძლია Кто დათვალა? может их сосчитать? და იცი წერია ერწმუნა ღმერთს И აბრამი. знаете, написано, что Авраам поверил Богу. და ღმერთს აბრამოთ ღმერთს შემართალი ხარ. И Авраам сказал, Господь, ты прав. ეს მე ვფიქრობ Это я არასწორად. так думал, неправильно. ეს ჩემი გეგმები არის, Это были რომელმაც мои შიში планы, შემიყვანა. которые меня в тупик завели. იცი ამ ასეთ ფიქრებს მოწყენილობა მოაქვს. Знаете, такие мысли приводят к печали. ასეთი დასაზღვრულ ფიქრებს მოაქვს, იცი რა მოაქვს, წუხარება Знаете, მოაქვს. грусть приходит после таких мыслей. დეპრესია მოაქვს. Приходит депрессия, უიმედობა მოაქვს. безнадежность. შენ იცი როგორი მორწმუნეები ვხდები? Знаете, мы какими верующими становимся? აი ასეთი მორწმუნეები ვართ Вот ხოლმე. такими верующими. როცა ამ კარვის ქვეშ ვართ. Когда мы в этом ყველა შეთქობა шатре. ვის ქვეშ არის. И знаете, на каждого видно, кто под кем, под чем. შენ აი ასეთი მორწმუნეები ვართ ხოლმე. И мы вот такие верующие. ჰალელუია. Аллилуйя. მოდი ვიმხიარულოთ. Давайте будем радоваться. დიდება უფალს. Слава Господу. იცი რატო? И знаете почему? იმიტომ რომ აი ეს არ გვიშვებს. Потому что вот это нам мешает. ის სამყარო, რომელიც აქ შეიქმნა, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ის იქით ვერ ვხედავთ. Потому что და этот რასაც мир ვხედავ, не дает возможности. არაფერი მაძლევს იმედს და იმ სიხარულის ატმოსფეროში რო ვიყო ეხლა. И нам ничего не дает возможности, чтобы мы были бы, оставались бы в этой радости. იმიტომ რომ კლავს სიხარულს. Потому что такие мысли, они убивают радость. მაიძულებს რომ აი ესე როგორ ვთქვა დატვირთულმა И მოწყენილმა эти ვია. мысли заставляют нас быть грустными, მაგრამ რწმენა опечаленными. სიცოცხლეა. Но вера – это жизнь. ამენ. რწმენა Аминь. თავისუფლებაა. Потому что вера – და это როდესაც свобода. აბრამი ერწმუნა ღმერთს, И когда Авраам поверил როცა Богу, დაიჯერა, когда он поверил ему, ღმერთმა სიმართლეში ჩაუთვალა Бог вменил ему это в და праведность. დაიწყო სასწაულები მის И ცხოვრებაში. начались чудеса в его жизни. ის გახდა მრავალი ერის მამა. И он стал отцом многих народов. მხოლოდ მაშინ
Только тогда. მაშინ არ ხდება სასწაული, როცა ღმერთი სიტყვას ამბობს. Не тогда происходят чудеса, когда სასწაული ხდება, როცა მის ნათქვამ სიტყვა приходит ერწყმის ჩემს слово. გულს. Но приходят чудеса тогда, когда როცა მისი ნათქვამის ситყვა ცოცხლდება ჩემს когда его გულში. слово оживляется в моей жизни, в моем ისი сердце. შეიძლება მე 20 წლის წინ მითხრა რაღაც ღმერთმა. Возможно, Бог 20 лет назад мне что-то сказал. მაგრამ იქნებ სწორედ ის იყო მიზეზი, რომ აქამდე არც გაცხადდა ეს სიტყვა. Но, возможно, даже именно это и было причиной того, что это слово не открылось, когда ხო, он 20 იცით лет რომ назад არის сказал. ლოგოსი და არის რემა. Вы знаете, есть логос и есть рема. ლოგოსი არის დაწერილი სიტყვა Логос — это написанное слово, და რემა ეს არის გამოცხადება. а рема — это откровение. როცა გამოცხადებას იღებ, Когда ты принимаешь откровение, გამოცხადება ნიშნავს, როცა რაღაც რაც ფარდის უკან არის და არ ჩანს და ის ფარდა გარდა იხსნება. откровение — это когда что-то находится за занавесью, и занавес открывается. ისევე როგორც კარავი იყო აბრამის ასრულებაზე Точно გადაფარებული. так же, как и над мышлением Авраама был шатер. მაგრამ როცა კარვის ქვეშიდან გამოვიდა, აი ეს რემა მოვიდა, გამოცხადება Но когда მოვიდა. он вышел из шатра, пришло вот это рема, пришла откровение. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ხელს ჩვენი განუახლებელი აზროვნება გვიშლის. Дорогие мои, нам мешает наше ყველაზე ограниченное დიდი мышление. მტერი იმისთვის, რომ იყო რეალიზებული. Самый большой враг, чтобы ты был ეს არის ჩვენი реализован, აზროვნება. это наше мышление. ეს არის ხორციელი Это აზროვნება. плотское мышление. ეს გვზღუდავს ჩვენ. Это ограничивает нас. ეს არის რაც რწმენას ეწინააღმდეგება. Это то, что мешает нашей მაგრამ თუ вере. ამ სივრციდან გახვალ, Но если ты выйдешь из Да этих ღმერთის ограничений, სიტყვა и Божье Слово, არის ის რესურსი есть этот ресурс, და ის საშუალება, и вот эта возможность, შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ხედვას აფართოვებს. которая расширяет наше мышление, გვაძლევს ძალას, რომ უფრო შორს дает გავიხედოთ. нам возможность видеть еще Უფრო дальше, წინ წავიდეთ. еще идти вперед. ამენ. Аминь. ჰალელუია, დიდება უფალს. ნუ თუ ჩვენთვის იგივე არ არის კოლოსელთა 3-ის ერთი ნათქვამის სიტყვები. Колоссянам 3:1. რაც ღმერთმა აბრამს написано უთხრა ერთ დღეს. то, что Бог сказал Аврааму. მას უთხრა, რომ გადი კარვიდან Он сказал, выйди из და შეხედე ზეცას. шатра и взгляни на მაგრამ небо. პავლე მოციქულის პირით სული წმინდა ეუბნება Но ეკლესიას. из уст Павла Дух Святой ამრიგად თუ говорит, ქრისტესთან ერთად აღზდეკით, ეძიეთ რაც მაღლა, სადაც ქრისტესის, ღმერთის მარჯვნივ, ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. Итак, если вы воскресли со Христом, то ищите горнего, где Христос сидит одесную Бога, а горнем помышляйте не о земном. ნახე, იგივეს ამბობს. И то же самое говорит. ეძებეთ ეკლესიო, მაღლა ეძებეთ. Ищите наверху. ნუ ფიქრობთ Не მიწიერზე. думайте о земном. ნუ ფიქრობთ მიწიერიდან გამომდინარე. Не думайте, исходя из земного. ეძებეთ ქრისტეში. Ищите во Христе. ამენ. იფიქრეთ ზეციურზე. Ищите и და думайте როგორი о არის земном. ზეციური ებრაელთა 11:16-ში წერია. И Евреям 11 глава 6 стих. ნახე, აქ წერია ჩემო ძვირფასებო. Здесь написано, дорогие. მაგრამ მათ სურდათ უკეთესი. ესე იგი ზეციური. დიდება უფალს. Но они думали о небесном. მათ სურდათ უკეთესი. Они желали лучшего, ესე იგი ზეციური. то есть небесное. ზეციური არის უკეთესი. Небесное, оно лучше. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწიურია Мы უკეთესი. думаем, что земное лучше, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ზეციური უკეთესია. но Библия говорит, что небесное, оно лучше. ის უკეთესია, რასაც ღმერთი Оно გეგმავს ჩვენ ცხოვრებაში. лучше то, что Бог планирует в нашей жизни. რომ ვიცოდეთ რისი მოცემა შეუძლია მას. Чтобы мы знали, что Он может дать нам. რომ ვიცოდეთ ჩვენი საზღაური. Чтобы мы знали наше რა воздаяние. არის ჩვენი ერთგულების საზღაური? Что же есть воздаяние нашей მაშინ верности? არასდროს არავინ გადაუხვევდა. И если бы мы знали бы, никто из нас Аравин не отошел чакребода. бы, и никто не погас ჩვენ бы, ანთებულები и мы ვიქნებოდით. были бы зажженными, რომ ღმერთის საქმეები ერთგულებით чтобы გაგვეგრძელებინა. делать дела Божьи с верностью. ჰალელუია, ამენ. ჰალელუია. ეშმაკი ცდილობს რომ მიწიერი შემოაგდოს. Знаете, дьявол пытается нам преподнести всегда земное. როდესაც იესოს მოშივდა ეშმაკმა პურები შემოაგდო, ხო? Когда პურების თემა. Иисус проголодался, дьявол принес ему იესოს хлеба. უთხრა რომ აგე ქვები და უთხარი, ხო ღმერთისზე ხარ, И он რომ ეს сказал, ქვები პურებად გადაიქცე. Вот камни, ты же Сын Божий, скажи, и они превратятся в хлеб. ესე არ ვიცი შენ მოგლანდებია თუ არა, მაგრამ ზოგჯერ
პური შეიძლება არა, მაგრამ ქვებისთვის რო შემიხედიან eta ბრილიანტებად გადაიქცეს, რამდენ საქმეს გავაკეთებდი მე. Я вот иногда думал так, на хлеб не смотрел, но на камни думал, если бы они стали бриллиантами, сколько бы дел я ზოგჯერ ისე сделал. მოდის ზნობა ჩუმადგინა აიღო და ილოცო იქნება რაღაცა მოხდეს. Иногда приходит такое желание, чтобы ты втайне молился, вдруг что-то случится. იმიტომ რომ ეშმაკზონდა რომ გადაგიყვანოს სადღაც მატერიალურ განზომილებაში, ისე Потому მიწიერზე. что дьявол хочет тебя перенести в материальное измерение, ანუ თითქოს აქ земное წდება измерение. ყველაფერი ჩვენთვის. Будто бы вот здесь все решается для нас. მაგრამ შვენიერი პასუხი იყო იესოს Но у პასუხი. Иисуса был прекрасный მან ответ. თქვა რომ არა პურითა ერთითა Он ცოცხლობს сказал, კაცი, не хлебом единым жив არამედ человек, ღვთის ბაგიდან но გამოსული всяким ყოველი словом, სიტყვით. исходящим из уст Господних. რაღაცა მინდა ეხლა გითხრათ Я ძლიერი. хочу тебе что-то сильное сказать სული წმინდისგან. от Духа Святого. იმის გამო რომ ერთხელ იესო Из-за того, что один раз Иисус უარი თქვა отказался პურებზე. от хлебов. ერთხელ იესომ უარი თქვა Один раз პურებზე. Иисус отказался от хлеба. მაშინ როცა ყველაზე მეტად განიცდიდა კრიზისი. Именно тогда, когда он больше всех испытывал кризис. როცა ყველაზე მეტად შიოდა მას. Когда больше всех он был голоден. თითქმის ბიბლიაში ბევრგან არ წერია, ერთი მაშინ წერია რომ მოშიდა, მერე ჯვარზე წერია რომ მოსყურდა. Один раз написано, что Иисус проголодался, и один раз на кресте, что он жаждал. ყველაზე დიდი ზეწოლის მომენტში იესომ თქვა უარი პურებზე. И в самые сложные времена для него он отказался от хлеба. მომისმინეთ. რას ფიქრობთ, იესოს არ Послушайте. შეეძლო გადაქცევა? Как вы думаете, Иисус не мог бы превратить შეეძლო. в хлеб? Мог бы. ის ვერ გამოიცდებოდა მოგ იმაში, ბი. რისი გაკეთებაც არ შეეძლო. Он не смог бы быть испытан в том, что იესოს он не может შეეძლო делать. ამის გაკეთება. Иисус мог это сделать, მაგრამ არ გააკეთა. но не сделал. არ იმიტომ რომ ეს იყო ხორციელი გზა. Потому что это был земной ეს путь, იყო მიწიური აზროვნება. мирской, земное мышление. მან არ плотское. მიიღო ეს. Он не принял და это. აი ამის გამო რომ მან ეს И გააკეთა. из-за того, что он так сделал, მან ორჯერ 5000 კაცი დააპურა два პურები. раза он прокормил 5000 человек. ხვდები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? მან უარი თქვა იმ დღეს პურებზე, Он в тот მაგრამ день მან მიიღო отказался. ძალაუფლება რომ ემრავლებინა პურები და 1000ობით ადამიანები В დაეპურებინა. тот день он отказался, и потом он принял силу, чтобы прокормить миллионами людей. აი ასე ხდება ჩვენ Вот ცხოვრებაში. точно так же происходит в нашей არის жизни. დრო, Есть время, როცა შენ უნდა იყო ერთგული. когда ты должен быть верным. შენ უნდა აირჩიო Ты რწმენა. должен выбрать веру. შენ აირჩიო ზეციური. Ты должен выбрать небесное. და ეს არ გამოჩნდება თლად კარგად და გონივრულად შენ И не ცხოვრებაში. всегда это будет тебе казаться правильным и разумным. მაგრამ გავა ცოტა დრო Но пройдет время, და საზღაური დიდი и იქნება. будет большое воздаяние. იცი რა გააკეთა აბრამმა? Знаете, что сделал Авраам? წავიდა. Он пошел. ღმერთმა უთხრა სარასგან გეყოლება. Бог сказал, у тебя будет от Сары ребенок. მაინც აცუნცრუკდა ამ ხელაკაცი. Но все равно шалил. Такой взрослый. 100 წლის კაცი. 100-летний. ნუ მაშინ ცოტა ნაკლები იყო, სადღაც 95. Ну, чуть меньше было бы. და წავიდა და მხევალთან შევიდა. Он пошел и к служанке зашел. ღმერთო შენ ხო დამპირდი, Господь, ты же обещал мне, რომ შვილი მეყოლება. что у меня будет ребенок. თუ სარასგან არ მეყოლება, Если у меня не будет от Сары, აგარისგან ხომ а вон მეყოლება. Агар там. არც ამას არა უშავს. Ничего так себе. და დაიბადა ისმაელი. И родился Измаил. ისმაელი, რომლისგანაც წამოვიდა თაობა, რომელიც დღემდე ებრძვის ისრაელს. Измаил – это народ, который произошел от Измаила, народ, который до сих пор борется с Израилем. ხვდებით, ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? როცა აჩქარდები, Вот когда ты спешишь, როცა იმ შენ ბრძნული გეგონა და იმას აირჩევ, то, что ты думал мудрым и выбрал როცა это, თავს შეკავება და მოთმინებას დაკარგავ когда ты теряешь воздержание и და терпение, იმოქმედებ ხორციდან, и ты действуешь из плоти, ისეთ რაღაცა შეიძლება მიიღო ნაყოფი, возможно, ты получишь такой ესეც плод, ნაყოფი იყო, и это плод тоже был, რომელმაც ყველაფერი გაუნადგურა კიდევ. который все истребил ему чуть ли не. მთელი ცხოვრება, Всю жизнь, მთელი მის შთამომავლობას все поколение ტრები будущее. გაუჩინა. И появились у него враги из-за этого решения. ხვდებით რაზე ვამბობ, Понимаете, შემოგვიყვება. дорогие?
მოთბინება საზღაური აქვს. У терпения есть მე ვიცი воздаяние. ადამიანებმა რომელთაც თქვეს მე ღმერთს ვეღარ დაველოდები მე. Я знаю людей, которые говорили, я не смогу больше Бога ждать. ძალიან ცუდი. Очень плохо. ძალიან ცუდი ფიქრია ეს. Очень плохая мысль. მე ღმერთს ვეღარ დაველოდები Я როდის не могу მაკურთხებს. больше ждать Бога, когда Он меня благословит, როდის გამამრავლებს. когда Он меня размножит, როდის რამ ექნება. когда у меня что будет. ამიტომ ბევრმა მორწმუნე И поэтому многие верующие მოპარვაც დაიწყო. начали воровать, ხორციელი გზებით დაიწყო начали გამდიდრება. жить плотской жизнью и обогащаться. ხდები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? ხრიკებით დაიწყო манипулირება. И начали манипулировать რომ мирскими თითქოს ამით თავის ცხოვრებას ухищрениями. Вроде бы они მიიყვანს იქამდე რაც ღმერთს უნდოდა რომ ქონოდა. обустраивают свою жизнь и ведут до того, когда у Бога ღმერთ что-то ჩვენი есть для тебя. ერთგულებაში ღმერთ ჩვენი მოხმარება არ სჭირდება. ღმერთ რწმენითა Но სიამოვნებ. Богу не нужно твое потребление, ты должен угодить Ему верой. ასე რომ უაჩქარდები. Поэтому не спешите. იგავის 21-ში წერია. Притчи 21 написано. სწრაფად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული არ იქნება. Богатство, которое нажито быстрым путем, не будет благословенным. სხვაგან წერია რომ ნუ შეგეხარბება უცბად რო ვიღაცის წარმატებას ნახავ. И в другом месте написано, что не завидуй тем, которые быстро обогащаются. ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. Это еще ничего не означает. ადამიანის დიდება მინდვრის ყვავილივით არის. Потому что жизнь человеческая как цветок полевой. მე ყოველ დღე უყურებ მინდვრის ყვავილებს Я каждый день смотрю на эти цветы. და ისეთი კარგი ემოციები მოაქვს. И знаете, такие хорошие эмоции они приносят. დადებითი და უარყოფითი. Положительные и отрицательные. ერთ დღეს ვხედავ და მიხარია В როგორ один ყვავია. день я смотрю и так радуюсь, как они цветут. მაგრამ ვეძებ და აღარ არიან. А потом я ищу, и их нету. აი ასე არის შემოძვირფასებო ადამიანი. Вот точно так же, дорогие, жизнь ღვთის სიტყვა კი человека. უკუნიქსამდე А დგას. Божье Слово стоит вечно. დარჩი ღმერთში. Оставайся в Боге. იყავი ერთგული. Будь верным. ერთგულებ ღარიბს დიდი საზღაური ექნება უფრო. У верного, бедного будет больше ვიდრე გზიდან воздаяния, გადახვეულ მდიდარს. чем у того, кто богат, но отошел от пути. იმიტომ რომ ის რასაც შენ მოგზეს ღმერთი მუდმივად იქნება, Потому что- რასაც სხვა გზით აიღებ, Потому что დროებით то, что იქნება. тебе Бог даст, это будет вечное, а то, что ты возьмешь другим путем, оно будет временным. არასოდეს თქვა მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ ბოროტს უფალს დაელოდე და გიხსნის. Никогда не говори, что злом воздам за зло, но подожди Бога. არასოდეს Никогда. დაელოდე უფალს. Жди Бога. თუ ამ პროცესში ხარ დაელოდები, Если გეუბნები რომ ты в დაელოდე. этом процессе ты ждешь, я тебе говорю, დარჩი жди. ერთგული. Оставайся верным, იმიტომ რომ ღმერთი არის ერთგული. потому что Бог есть верный. დღეს ჩვენ ზიარება გვაქვს. Сегодня у нас хлебопреломление. და ეხლა სად მინდა რომ წავიყვანო ეს И куда я хочу сейчас повести вас, საკითხი რომ შეუსაბამოთ. этот вопрос. ასევე აიღო სასმისის სერობის შემდეგ. ლუკას 22:20-ია. Лука 22:20. და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რო დაიღრება. ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, ჩვენ ძალიან ბევრი ღრმა სულიერი მნიშვნელობაზე გვილაპარაკია თუ რა არის ზიარება. мы очень много говорили о том глубочайшем смысле, что же есть хлебопреломление. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი Но один из важных вопросов ეს არის რომ იესომ თქვა აიღო სასმისი. это то, когда Иисус взял და მან чашу თქვა რომ ეს არის სისხლი ახალი и აღთქმისა. сказал, что это кровь Нового Завета. ჩვენ ვიცით იმ ღამეს რა მოხდა. Мы знаем, что произошло в ту ночь. მეორე აღთქმა დაიდო ღმერთსა და Был ადამიანს შორის. поставлен второй завет между человеком и Богом. და ჩვენ ვიცით რა იყო პირველი И აღთქმა. мы знаем, что есть первый завет. პირველი აღთქმა როცა ესეთი აღთქმის დადება მოხდა. Первый завет это когда был поставлен вот ეს იყო როცა ღმერთმა ისრაელთან დადო აღთქმა. это когда Бог поставил завет с Израилем მოსეს მეშვეობით. через Моисея. როცა ღმერთმა ებრაელიერი აღიარა საკუთრებად. Когда Бог провозгласил еврейский народ своим собственным, და признал. ეს აღთქმა მოიცავდა ასეთ კურთხევას. И вот это обетование
ღმერთი სრულად იღებდა პასუხისმგებლობას ამ ერზე. содержало в себе вот такое благословение, что Бог Რომ полностью брал გამრავლებდა ამ ერს, ответственность დაიცავდა ამ ერს, за этот народ, что Он будет размножать, будет охранять, აკურთხებდა ამ ერს, будет როგორც აბრაამს благословлять этот დაპირდა. народ, как Он обещал Аврааму, არ მიატოვებდა არასოდეს что ამ Он ერს. никогда не оставит их. ისრაელი მიტოვებული არ არის. Израиль, Он не оставлен. დღესაც ხორციელად ისრაელს ყავს ღმერთი. И сегодня у Израиля есть Бог. მიუხედავად იმისა, რა ბრძოლაც არ უნდა იყოს ნაწარმოები. Несмотря на какие-либо რა войны, ზიზღიც არ უნდა იყოს გადმოუსურველი ამ ერის какая бы მიმართ. ненависть не изливалась на этот народ, ღმერთი უყურებს ამ ერს. Бог смотрит на этот народ. ეს ერი ისტორიის საზღვრებიდან ღმერთს არ გაუყვანია. И Бог никогда не выводил из границ истории этот და народ. ნახეთ ჩემო И ძვირფასები. знаете, мои дорогие, როდესაც ღმერთმა მისცა აღთქმები, когда Бог дал обетование, ამის დასამოწმებლად, რომ ეს იქნებოდა შეუცვლელი, во свидетельство этому, что это будет რომ неизменно, ღმერთი არასდროს что გადაიფიქრებდა Бог ამას. никогда не передумает, საჭირო იყო სისხლი. нужна была кровь, საჭირო იყო რომ მსხვერპლი ყოფილიყო მოტანილი. нужна была жертва. ამიტომ დაიკლა მსხვერპლი სამსხვერპლოზე. И поэтому был заклан агнец. და ეს სისხლი იყო აღებული მოსესგან. И была взята эта кровь Моисеем. და როდესაც ფიცის სიტყვები იყო, აღთქმის სიტყვები И წარმოთქმული. когда были сказаны слова клятвы, გახსოვთ იქ იყო 10 მცნება, რომელიც вы მოსემ помните, там ჩამოიტანა были მთიდან. 10 заповедей, которые Моисей спустил. იყო იქ აღთქმის კიდობანი. Там был завет, ковчег завета. იყო თელიერი. И весь народ был там. და როდესაც ეს აღთქმა იდებოდა, И когда был поставлен этот завет, რომ ეს შეუცვლელი что это იქნებოდა. будет неизменно, აი ეს ცხოველის სისხლი вот кровь этого იყო животного ყურებული была помазана. ჯერ აღთქმის კიდობანზე, Пока на ковчег завета, სამსხვერპლოზე, на жертвенник, მერე მთელ სერზე. а потом на весь народ. ხვდებით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? ისი როგორც დოკუმენტს ბეჭედი ჭირდება, ხო ის Знаете, как მელანში თუ არ ჩაატ Документу нужна печать с чернилами вот так. აი ეს поставить. სისხლი იყო ის ღმერთისთვის ის წმინდა მოწმობა, რომ მე არასოდეს გავტეხავ თქვენთან აღთქმას. Точно так же эта кровь была свидетельством, как бы печатью, что я ისი ზოგი никогда вас ფიქრობს, не რომ оставлю. ქრისტეს მერე ღმერთმა ისრაელი მიატოვა. Если некоторые думают, что после Христа Бог ჩემო оставил ძვირფასებო, Израиль, თუ дорогие, ღმერთი если Бог ერთხელ მაინც გატეხავდა აღთქმას, даже один раз, если Он расторгнет свой завет, ყველა მისი შემდეგი აღთქმა ეჭვის ქვეშ იქნებოდა. все его остальные заветы попадают под сомнение. მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ შეგვისრულებს? А какая же гарантия, что Он нам исполнит? მაგრამ ღმერთი არ ტეხავს აბრაამთან და არც მოსესთან Но დადებულ Бог не აღთქმას. расторгает ни с Авраамом завет, ღმერთი ერთგული არის თავისი სიტყვების. потому что Бог верный своему слову. ხვდები ჩემო ძვირფასებო. და ეს სისხლი ცხოველისა წინა სახე იყო იესოს სისხლისა. И вот эта кровь, это как прообраз крови Христа. და ეხლა წერია, И теперь написано, რომ ჩვენ გვაქვს უკეთესი у აღთქმები, нас есть лучшее обетование, უკეთესი დაპირებები. лучшее обещание. და აი ამ უკეთესი აღთქმებისა და დაპირებების გარანტი არის სისხლი იესო И вот ქრისტესი. гарантия этих лучших обещаний, რომელიც ჯვარზე обетований დაიღარა Христа, ჩვენთვის. которая была пролита на იესომ кресте. თქვა, აი ეს სასმისი, რომელსაც ღებულობ. Иисус сказал, вот эта чаша, ეს которую вы არის берете, ახალი აღთქმის სისხლი. это кровь Нового Завета. რამდენად სარწმუნოა ეს? Насколько нужно верить в это? თუ ისრაელს სამდა რომ ღმერთი არ მიატოვებდა. Насколько это достоверно, если Израиль თუ должен ამ верить, что Бог не აბრაამის оставит. ხორციელმა თაობამ Если плотское ირწმუნა ღმერთის поколение დაპირებები Авраама поверило в обещание და ეს Божье, ერი დღემდე დგას. и этот народ до сих пор есть, существует, რამდენად უკეთესი აღთქმები გვაქვს ეხლა ჩვენ იესო ქრისტეში. насколько же лучше обещание у მაშინ нас во ჩვენ Христе. მორწმუნეებს ქრისტეში რატომ უნდა А გვეშინოდეს? почему мы, верующие, должны რატომ არ бояться? უნდა გვსამდეს რომ ღმერთი აგისრულებს, რაც Почему мы თქვა? не должны верить, что Бог обещает, что сказал? რატომ არ უნდა ველოდოთ განკურნებას? Почему мы не должны верить, ждать исцеления, კურთხევა სიკეთეს ნებისმიერ სფეროში. благословения, добра в იმიტომ რომ каждой იესოს сфере? სისხლში ჩვენ გვაქვს გამოსყიდვა. Потому что во Христе у нас ჩვენი есть исцеление ცოდვებისგან, от грехов ჩვენი наших, წყევლისგან, от проклятий, ჩვენი от ავადმყოფობებისგან. болезней.
მან ჯვარზე ასიდა Он ყოველივეს. понес на крест все მან это. გაგვათავისუფლა ამისგან. Он освободил нас. იცი თუ ჩვენ დღეს იარებას ვღებულო Дорогие, если мы сегодня და принимаем თუ ჩვენ ამას რწმენით ვაკეთებთ, хлебопреломление, если верой принимаем, ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვანახლებთ ჩვენ საფრთხმას мы ღმერთთან. сегодня еще раз обновляем свой ისი завет აღთქმა ეს с არის Богом. კავშირი. Знаете, завет – это общение, связь. აი ეს არის. Вот это связь, იცი კავშირია. сильная связь, გადაჯაჭულები ვართ. переплетенная. ეს ნიშნავს რომ ყველაფერი რასაც დაუპირდა ბიბლია. Это означает все, что Библия обещает нам, все, что Христос обещал, არ ჩაივლის. не пройдет и не перейдет, не пройдет без результата, без ответа. Аллилуйя, 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 ამენ. Аллилуйя. ოდი წამოვდგეთ. ებრაელთა 8:6 წერია, ახლა კი უპირატესი მსახურება მიიღო. Написано. იესო მიიღო უპირატესი მსახურება. Иисус принял высшее служение. რამდენადაც იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია. Превосходнейший, чем лучшего, он ходатай Нового უკეთეს Завета, დაპირებებზე რო არის который დადგენილი. утвержден на лучших обетованиях. რო იცოდე იესომ თქვა. Иисус сказал, если бы ты знала, ვინ გელაპარაკება кто с тобой говорит, და რისი მოცემა и შემიძლია. что я могу дать, მაშინ შენ თხოვდი. тогда ты просила бы, თვითონ თხოვდი. сама просила бы. უფალო მომეც. Господь, дай, მინდა რომ შენგან მოღებული წყლები დავლიო. я хочу выпить воды, которую ты даешь, საუკუნო სიცოცხლის, жизнь вечную, საუკუნო კურთხევის. вечные благословения. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. ძვირფასებო, Дорогие, მინდა გითხრათ რომ ღმერთს უყვარხართ. я хочу сказать вам, ღმერთი Бог любит ერთგულია. вас, Он верный, ღმერთი Он ერთგულია. верный, ღმერთი Он ერთგულია. верный Бог, ღმერთი ერთგულია. Бог верный. იცი მეორე აღთქმა როგორ საინტერესოდ დაიდო, პირველსაც თავის სულიერი სიღრმეები აქვს. Знаете, насколько был поставлен, насколько интересно было первое обетование, и второе также. პირველად როცა ღმერთმა აბრაამს დაუდო აღთქმა. Первый раз, когда Бог поставил Аврааму завет, ახსოვთ როცა აბრაამმა სხერფლი მოიტანა. вы помните, когда Авраам принес жертву? სამსხერფლო ააგო, მსხერფლი დადო. Он поставил жертвенник, положил жертву. ცხოველები დაიჭრა, დაიდო სამსხერფლოზე. Были животные на этом жертвеннике поставлены. და იცით როგორ უნდა მომხდარიყო ეს? И знаете, как это должно было произойти? როცა ესეთი აღთქმა იდებოდა, ისინი ვინც აღთქმას დებდნენ, აი ამ სამსხერფლოს შუაში ესე კრუგებს აკეთებდნენ, შიგ დადიოდნენ. Те, которые ставили жертву, они должны были ходить посередине этого жертвенника кругами. და ერთმანეთს შეფიცებდნენ, აღუთქვავდნენ. И они друг другу клялись, и вот так ходили. და იცი იმ ღამეს რა მოხდა? И знаете, что случилось в эту ночь? აბრაამს დაეძინა. Авраам уснул. როცა ღმერთმა აღთქმა დაუდო, აბრაამს ეძინა. Когда Бог поставил завет, Авраам спал. მაგრამ აღთქმა რო ყოფილიყო, ორი იყო საჭირო. Но для того, чтобы был бы завет, нужно было, чтобы было бы ღმერთმა იცის, რომ двое. ადამიანი დაარღვევს А აღთქმას. Бог знает, что человек будет ღმერთმა იცის, რომ нарушать. ადამიანი სანდო არ არის. Бог знает, что человеку доверять нельзя. და ორივე მხრიდან ღმერთი იყო, И აბრაამის с обеих მხრიდანაც. сторон был Бог. И со გარანტი стороны ორივე მხრიდან Авраама, ღმერთი и со იყო. стороны Бога. რო Гарант აღთქმა был მტკიცე сам Бог. ყოფილიყო. და როცა ახალი აღთქმა დაიდო, И когда был поставлен Новый Завет, ღმერთმა ესე ჩვენ პირადად კი არ დაგვიდო. Бог не между нами вот так лично поставил завет. ღმერთი გახდა კაცი. Бог стал человеком. ღმერთი კაცი გახდა. Бог стал человеком. და ამ მხრიდანაც ღმერთი იყო და იქიდანაც. И с этой стороны был Бог, и с той стороны был Бог. ორივე მხრიდან. С обеих сторон был Бог. ჩვენგან წარმომადგენელი ქრისტე იყო. Представитель наш был Христос. ხდები ჩემო Понимаете, ძვირფასებო. дорогие? ჩვენი გარანტი ხსნისა. Гарант нашего спасения. ამიტომ მტკიცი არის ეს აღთქმა. Поэтому этот завет, он ეს сильный, он აღთქმები რო крепкий. ადამიანებზე იდოს. Если бы этот завет стоял бы на людях, მადლობა ღმერთს. слава Мис Господу წყალობისთვის. за Его милость.
ასე რომ ჩემო ძვირფასებო, Так что, мои дорогие, ღმერთი კაცი არ არის რომ თქვას Бог და не человек, გადაიდოს. чтобы сказать и передумать. მოდი ჩაეჭიდე, Давай, держись. მოდი გჯეროდეს, Давайте будем მოდი верить. აიღე Возьми. შენი წილი კურთხევა. Возьми свою долю благословений. მე კიდევ გეუბნევი И я დღეს. еще раз говорю вам. ღმერთმა გაგიმზადა შენ Бог приготовил საზღაური, воздаяние, სიკეთე, добро, კარგი რაღაცეები хорошие вещи. და არ გადაუხვიო. И, пожалуйста, не уходи, Какая? не отходи. Иди за Богом. ემსახურე, Служи Ему. იყავი ერთგული. Будь верным. ის არ აგვიანებს Он не დარჩა. опаздывает и не спешит. ალილუია. Аллилуйя.